მშვიდობის დასაწყვილ კახეთში რთველი დაიწყო კომპენსაციის გარდა გლეხები მთავრობისგან კიდევ ერთ დახმარებას მიიღებენ. წელს ყურძენი უპრეცედენტოდ მაღალი ფასი ეღირება 50-ზე მეტ ჩამბარებელ პუნქტში ფერმერებს კილო ყურძნის გაყიდვა ვარად შეეძლებათ. წელს პირველად ყურძნის ჩაბარება არ იქნება დამოკიდებული მოსავლის ხარისხზე. ჩამბარებელი პუნქტი კახეთის რამდენიმე რაიონში უკვე ამოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის კრეფის პროცესი აქტიურად მხოლოდ რამდენიმე დღეში დაიწყება, ყველა ქარხანა უკვე მზად არის, რათა მოსავლის ჩაბარებისას გლეხებს პრობლემები არ შეექმნათ. რთველი 2012-ის ბოლო დეტალები პრემიერმა კახელებთან ერთად შეათანხმა. გლეხები ყურძენს წელს ახალი გაზრდილი ფასით ჩააბარებენ. კახეთში 55 პუნქტი იმუშავებს, სადაც 1 კილოგრამი წითელი ყურძნის ფასი 1 ლარი იქნება. კომპანიები გლეხებისგან სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს 35-40 თეთრად მიიღებენ. რთველი 2012-ის ჩატარების გეგმა და მთავრობის ინიციატივა წნორში პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. გადავწყვიტეთ, რომ გლეხმა სახელმწიფოს ვინ ჩააბარებს, უნდა მიიღოს 1 ლარი წითელ ყურძენს. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თავარი ამოცანა იმის გამო, რომ ეს კატასტროფა იყო, ჩვენ გვინდა მაღალი ხარისხის ღვინო. ამიტომ ბატონებო, რახან ესეთ ფასს ვაწესებთ, მაღალ ფასს, თხოვნა იქნება, რომ კრეფა დაიწყოს მხოლოდ მაშინ, როცა კონდიციაში იქნება ყურძენი შაქრიანობით, იმიტომ რომ ჩვენ ღვინოს არ უნდა გაუქმდეს სახელი. კახური ღვინო იყოს ყველაზე მაღალი ხარისხის. მოდი ჩვენი თვალი დავლოცოთ, ლევანდელის თვალი დავლოცოთ. ყურძნის ჩაბარებისთვის მთავრობა გასულ წელთან შედარებით მეტ თანხას დახარჯავს. სახელმწიფო ვაუჩერით ანაზღაურებული თანხა რთველ 2012-ზე 10 თეთრით გაიზრდება. ფასი შავთან ერთად თეთრ ყურძენსაც მოიმატებს. რთველის მიმდინარეობა დღეს პრემიერ-მინისტრმა შეამოწმა და სოფელ სამთაწყაროში ყურძნის კრეფაში მიიღო მონაწილეობა. ერო იბარებენ ჩვენც გვიხარიან ამათ, რომ ანეთი არისო. ესა ის კიდე დასაწყილი კიდე ექსპასი. ყურძნის ფასი შვილო ძალიან კარგი ახლა. როგორც ამობენ რომ მაინც იქნება ეს ძალიან სასწავლო ამბავია. ეს ჩავაბარე პირადად. გამარჯობათ. რთველთან დაკავშირებული ინიციატივის გაცნობის შემდეგ პრემიერმა ბაკურციხეში რეაბილიტირებული სადრენაჟე დამშრობი არხი ადგილობრივებთან ერთად დაათვალიერა. ამ არხით 500 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა მოხდება. შედეგად კი 180 ოჯახი საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს დაამუშავებს. ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულოთ. ეხლა თქვენი პირობა მოსავალი უნდა მოიყვანოს. საუკუნის საქმე. მოსავლის პროფილი. რა მოიყვანოს? ორ მოსავალ მოიყვანეს შევაწოდოთ. იგი მეორე მოსავალი მოყვან, ხო ის იყო გაჭავლული მეორე მოსავალი მაგ. გადასასწორების კარგებია, ნახე გადასასწორები. ბატონო, თქვენზე არავის არ შეუძლია პირობა. თქვენ გააგეთ თქვენა. ეს არის ცენტრალური ადგილი, რომელიც ძალიან კახეთში ინახავს ეს ამის მოსავალი, ასე უნდა მოვიდეს. ამის მერე აქ უკვე ორი მოსავლის მოყვანა შეიძლება, აკეთა ძალიან საშვილიშვილო საქმე. 56 წელშია დაახლოებით ეს ადაკვატივი გაკეთება. იმ შემდეგ დაახლოებით 9 საუკუნე გავიდა, ხელი არ დადები არაფერს. ყველაფერი დაჭერ, ხედავთ თქვენ თვითონ რომ ყველაფერს თავი აქვს დალებებული. გლეხობა გავიდა აქედან, ამას იქით ყველა მოbrunდება და შეიძლება რომ ორი მოსავალი მოიყვანოს ადამიანმა. ბაკურციხელებს პრემიერ-მინისტრი სადრენაჟე დამშრობი არხის რეაბილიტაციას 1 თვის წინ შეხვედრაზე დაპირდა. პრობლემა ადგილობრივებს ათეული წლების განმავლობაში აწუხებდნენ. გაწმენდითი სამუშაოები არხის 8 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდა.